დავუყურებთ კურიერს 11-ზე მოკლედ დღის თემები. პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის შრეკისას ამოიღეს 185 შეკვლა დაფასებული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი. ამოღებულია ასევე ნარკოტიკის დაფასებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო თანხის გადათრების უპრეცედენტო საქმე დღეს სავარაუდოდ სასამართლო იმსჯელებს. მოსამართლემა აღკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტეს. პროკურატურამ სუსთან ერთად დააკავა პირი, რომელსაც 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეს შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობით თანხა მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლად თემა 1 საათში. ჰექსოგენის საქმის ახალი დეტალები, რომელიც კურიერმა გაარკვია, ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულ სტრაილერის მძღოლს ეკუთვნის. დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გამოგზავნეს და საბოლოო დანიშნულების ადგილი სწორედ თბილისი უნდა ყოფილიყო. აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი 4 ოქტომბრის დაგეგმილ აქციასთან, საკითხზე სუსი გამოძიებას განაგრძობს. ქართულ ოცნებაში არ უკვირთ, რომ ჰექსოგენის საქმის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებამდე მივიდა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში დეტალები 12-ზე. რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის? ნაციონალური მოძრაობა და პაატა ბურჭულაძე არჩევნების დღეს რევოლუციას აანონსებენ. ისმის ძალადობრივი მოწოდებები, ახსენებენ მშვიდობიან დამხობას. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ არეულობას ქვეყანაში ვერავინ მოაწყობს. დესტაბილიზაციის უფლებას სახელმწიფო არავის მისცემს და ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჩალვა პაპუაშვილი ეხმაურება დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს აღარ არის საპროტესტო აქციები, ეს დანაშაულია, როდესაც ქვებს სამართალდამცველების მანქანებს ესვრიან. დღეს სამყარო თანხდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს სკანდირება ძალადობის მხარის არჩევა, ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტში. შეერთებულ შტატებში ძალადობრივი დანაშაულებრივი მოქმედებების, მათ შორის ძალადობრივი პროტესტის დაფინანსების გამოსაძიებლად ფართომასშტაბიანი კვლევა მიმდინარეობს, აცხადებს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი. სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენაზე კეშ პატელმა ჩარლი კირკის მკვლელობის გარემოებების გამოძიებაზეც ისაუბრა. თემაზე შეკითხვა რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა დასვა. მისი თქმით, კირკი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოკლეს, რასაც ბევრი მემარცხენე დემოკრატი და აქტივისტი ზეიმობდა. კრუზმა FBI-ს შეფს იმ სახსრების წარმომავლობის გამოძიებისკენაც მოუწოდა, რომელთაც მისი თქმით მათი ძალადობრივი პროტესტი ფინანსდება. ამერიკის პროკურატურა ჩარლი კირკის მკვლელის სიკვდილით დასჯა სიტყვას. 22 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. მას დამამძიმებელ გარემოებას ჩადენილი მკვლელობის გარდა სისხლის სამართლის 6 მუხლის დარღვევას ედავებიან. მათ შორის არის ცერცხლსროლი იარაღის ტარება, მართვაჯულებისთვის ხელის შეშლა, მოწმეებზე ზეწოლა და ბავშვების თანდასრებით ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ რობინსონმა განზრახ ამოიღო მიზანში კირკი იმ შეხედულებების ან აღქმის გამო, რაც მას ჩარლი კირკის პოლიტიკური გამოხატვის შესახებ ჰქონდა. რობინსონი სასამართლო პროცესს ციხიდან დისტანციურად დაესწრო, მან მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი თქვა. აფეთქებები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ტერიტორიაზე შავი კვამლი ამოდის. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს. რამდენიმე საარტილერიო ჭურვი ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ჩამოვარდა და მცენარეებს ცეცხლი წაეკიდა. ხანძარი კონტროლირებადი აიუწყება საერთაშორისო ორგანიზაცია. სააგენტო კიდევ ერთხელ წერს მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე საფრთხეებზე და აცხადებს, რომ სანამ ძალიან გვიან არ არის ყველამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი სამხედრო მოქმედებებისგან. ეს იყო თემების მხოლოდ ერთი ნაწილი, ვრცელი გამოშვებით დავბრუნდებით 12-ზე.